საწარმო, რომელიც შემიძლია ჩემო ბატონო გაგიზიაროთ ჩემი სიამაყე, ის არის აბსოლუტურად თანამედროვე და მე გეტყვით, რომ ევროპისში ჩვენნაირი საწარმო შეიძლება ბევრ ქვეყანაში არ იყოს. ჩვენზე უკეთესებიც არის, ჩვენზე დიდებიც არის ბატონო, მაგრამ ჩვენც ასე ვთქვათ, ისეთი საწარმო შევქმნით, რომლითაც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ. ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან კარგი რამე შევქმნით, ჩემო ბატონო, მაგრამ ომი დაგვემთხვა. ჩვენ როდესაც საწარმოს მშენებლობა დავიწყეთ, მოგეხსენებათ მზესუმზირის 80% იზრდება ან რუსეთში, ან უკრაინაში. ჩვენ რო გითხრათ სიმართლე პირდაპირ მოწოდებულები ვიყავით, ჩემი გამოცდილები და მე ძალიან დიდი ხანია ბურღულეურით ვაჭრობ სხვა კომპანიებით, რომ მზესუმზირას და ნედლეულს შევძლებდით და უკრაინაში ვიყიდით, იმიტომ რომ ძალიან კარგი პირობები გქონდა უკრაინასთან ვაჭრობის, საექსპორტო გადასახადი არ არსებობდა მზესუმზირის ექსპორტის დროს უკრაინიდან და ის დღესაც არ არსებობს, მაგრამ რუსეთიც ჩემო ბატონო ასევე იყო მოწოდებული აზოვის ზღვაში და ჩვეულებრივად შეგვეძლო გემის პარტიებით მზესუმზირა გვეყიდა, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი რამე იყო 2019-ში, 20-ში, ომამდე 21-ის ბოლომდე. ჩვენ მაინც მოვასწარით უკრაინის უბედურების მიუხედავად რუსეთმა ფაქტიურად აკრძალა ექსპორტი მზესუმზირის, ანუ საკითხი იმაში არის, რომ გადასახადი არსებობს, ჩემო ბატონო, ის იმდენად დიდია, რომ ფანტაზიაც კი არ უნდა ამ ნედლეულის უკვე ყიდვას. ჩვენ შევეცადეთ ქარხანა როცა ავაშენეთ, წამოვიღეთ უკრაინიდან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გართულ და ტრანსპორტირება ბუნებრივია, ლოგისტიკა, რისკები გაიზარდა საშინლად. ჩვენ წამოვიღეთ რამოდენიმე პარტიას, ანამ მოვასწარით მუშაობა მოლდავეთის მეშვეობით, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ მოხვდით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩვენი საწარმო, რატომ? თუ ჩვენ ავიღებთ გეზს, რომ ევროპის ექსპორტისკენ ავიღოთ გეზი, რაც ჩვენის იმთავიდვე მიზანი იყო, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყიდოთ ჩემო ბატონო უკრაინული ნედლეული, რომელიც ბუნებრივად უფრო ძვირია დღეს ვიდრე რუსული ნედლეული, თუმცა არც იმაზე არ მიგვიწვდება ხელი. ჩვენ საკუთარ ქვეყანაში რო წამოვიღოთ პირობითად ვიძახი უკრაინული ნედლეული, საქართველოში ლაპარაკიც კი ზედმეტია, რომ მე აქედან ნაწარმოებს ზეც მოგებით გავყიდი. იმიტომ რომ პირველი ჩემო ბატონო ბატონი უკაცრავად ბატონო ბარამბოდან ის ამბობდა ძალიან სამართლიან რამეს და მინდა დავეთანხმო ბატონო. აი ხა მე მაგალითად ამ ხელა საწარმო ავაშენე და მაპატიეთ და ცუდ პროდუქტს მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ ცუდი ხარისხის პროდუქტი გავაკეთო. და ჩემი კონკურენტები, თქვათ, საქართველოს ბაზა, აი მე ჩვენ საწარმოს ჩემო ბატონო დაკმაყოფილებულია ხარისხის ისეთი მოთხოვნები, როგორც თქვა კოლეგამ, როგორც ისრაელია, კანადაა, გაერთიანებული არაბეთია. ჩვენ 13 ქვეყანაში გვაქვს ზეთის ექსპორტი განხორციელებული. მუდმივად პრობლემა იყო ის, რომ მე ექსპორტზე ბევრად უფრო კომფორტულად ვყიდიდი ამ საქონელს, ვიდრე ქართულ ქსელებში საერთოდ არც შევსულ ვარ ჩემო ბატონო, შეიძლება თითქმის გითხრათ, იმიტომ რომ რუსული ნაკადი ეგრეთ წოდებული ზეთის ბატონებო. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, როგორც კაცი, რომელიც 15 წელია ცხიმის გადამუშავებით ვარ დაკავებული, ეს ჩემი მეორე საწარმოა ბატონო. რუსეთიდან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვაკვირდებით, მე არ ვამბობ რა თქმა უნდა ბრენდირებულ ზეთებზე და სოლიდურ საწარმოებზე, ამაზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ აი იაფიანის ზეთის სეგმენტში, როდესაც ჩვენ შევდივართ, აქ ხედავთ, რომ რუსეთიდან მოდის ისეთი წარმოებლის ზეთი, რომელიც რუსეთში თქვენ მას ქსელში ვერ ნახავთ. უფრო მეტად შეიძლება შეზღუდულიც კი აქვს. იმდენად არაკონტროლირებად პირობებში იქმნება ეს პროდუქტი. მე მესმის მთელი სახამუშო მდგომარეობა, იმპორტის ასე ვთქვათ, შეზღუდვისა და ამ შემდეგ მესმის. არ არის ეს პრობლემა ვთქვათ ჩემთვის რიც რომ მე გავიგო, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენი საწარმო დგას. მე ამ წუთას ვდგავარ ჩემო ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან კაი საწარმოც მაქვს, კაპიტალიც ასე ვთქვათ, საკმაოდ მოძიებული გვაქვს, ვდგავარ ჩემო ბატონო და ველოდები როდის მორჩება ომი. დგას ამავდროულად მე რო ვდგავარ, ეს ნახევარი უბედურებაა, მაგრამ დგას სექტორი, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემო ბატონო, როგორც რა რელიეფშიც მოქცეული ვართ ჩვენ. 40,000 ტონა ზეთი ესაჭიროება საქართველოს და აქედან მისი გამომუშავება და ამის დამზადება 0.
აბსოლუტურად და ტოტალურად გასაგებია ბატონო, მაგრამ თქვენ რაც ბრძანეთ იმპორტზეა თქვენ დამოკიდებული, თქვენი ნედლეული იმპორტზე ხართ დამოკიდებული და ეხა უკრაინაში პროცესების განვითარება ძნელი პროგნოზირება შეუძლებელია, ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ არ ვიცი რა შეიძლება, რა ნაბიჯი შეიძლება გადავდგათ. ერთში გეთანხმებით თუ საქართველოში შემოდის უხარისხო და ცუდი პროდუქტი, ჩვენი მოვალეობაა რომ ეს არ მოხდეს და ამ შემთხვევაში შესაბამისი უწყებები კონკრეტ ზომებს გადადგავენ, მაგრამ ის რომ თქვენი წარმოების წყვეტა განაპირობა, ასე რომ ვთქვათ, გარე ფაქტორებმა, გარე შოკებმა, ასე რომ ვთქვათ, დამოკიდებული ხართ კონკრეტული ერთი ქვეყნის ერთ პროდუქციის მოწოდებაზე, ხო აქ არ ვიცი ჩვენ რა შეგვიძლია რა შეგიძლია და დაგესვას მოგიწოდებთ მე არც ვამბობ რომ თქვენ რამე შეგიძლიათ რუსეთის მიმართებად მე ვამბობ იმას რომ დღეს მაგალითად დაბალი ხარისხის ზეთი რომელიც მოდის ჩემო ბატონო 90% რუსეთიდან ეს არ არის ის ამ საწარმოებში იმ სტანდარტებით ნაწარმოები რომელსაც მაგალითად მე მომხდარ შესაძლებელია და არსებობს შესაბამისი სერტიფიცირების ნორმები რომელსაც პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს და თუ ასეთი არსებობს დარღვევა იმას ჩვენ შევაჩერებთ მაგრამ თუ კი ასეთი თუ სერტიფიცირება შესაბამისობაში არის თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები სხვა მოქმედების საშუალებას არ მოგცემს კი ბატონო და თქვენ ბრძანეთ ესა რა მაინტერესებს ეხლა თქვენ ნედლეული ვეღარ შემოგაქვთ საერთოდ ვერა და დღეს მდგომარეობით ქარხანა გაჩერებული არის კი ჩემო ბატონო ქონების გადასახადსაც პირადი სხვა ბიზნესებიდან ვიხდი ველოდები სანამ კრიზისი დამთავრდება და სხვა მოწოდებელი ბაზარზე არავინ არ არის ირგვლივ ყველა ქვეყანა ჩემო ბატონო ეს იქნება რუსეთი ყაზახეთი უკრაინა ამ სამ ქვეყანას შეუძლია მომაწოდოს მზესუმზირა სამივესგან ისეთი გადასახადებია რომ ფიზიკურად შეუძლებელია როგორც მზესუმზირის მიღება ასევე არსებობს მეორადი ნედლეული ჩვენთან ეს არის არარაფინირებული ზეთი რომელიც შემდეგ რაფინირდება აი არარაფინირებული ზეთის მიღება ეს კი პრობლემებია ისეთი გადასახადებია რუსეთიდან. ხო, ესე იგი ჩვენ დავასკვნათ ბაზარზე დიდი მოთხოვნა აღნიშნულ ნედლეულზე და ამის შესაბამისად ადგილზე ისინი საკმარისი მოთხოვნა აქვს და არა აქვს ინსენტივი რომ ექსპორტზე გაუშვან, ხო? ხო და ან გადამუშავებელი ურჩევნიათ და ამ შემთხვევაში ეს განსაკუთრებული შემთხვევა აქვს ჩვენ დიდ ვერაფერს ვერ ვიზამთ.